განსხვავებული აზრი. სტუმარი სტუმართან. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია გადაცემა განსხვავებული აზრი. მე შორენა ლორთქიფანიძე ვარ. წარმოვადგენ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრს. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება ძალადობიდან მშვიდობამდე მსოფლიოში მშვიდობის რესურსი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ქალბატონი თინა თინასათიანი, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, კონფლიქტოლოგი, ფსიქოლოგი და ბექა ბერიკაშვილი, მეტად აქტიური, სოციალურად აქტიური ახალგაზრდა, ჩვენი ცენტრის ჟურნალის დრო მშვიდობისას არტ-რედაქტორი და ჩვენი ცენტრის მიერ ორგანიზებული მშვიდობის კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი. დღეს 11 სექტემბერია. 10 წელი გავიდა ტერორისტული აქტების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ბუნებრივია დღევანდელი გადაცემის თემა ჩვენმა ცენტრმა პირველი რადიოს დახმარებით, ასე რომ ვთქვათ, აირჩია, რომ ყოფილიყო თემა ძალადობიდან მშვიდობამდე. ანუ ერთის მხრივ გაგვეხსენებინა ის მოვლენები, რომლებიც 10 წლის წინ დატრიალდა, გვესაუბრა ჩვენი პირადი აზრი, გაგვეზიარებინა რადიო მსმენელისთვის იმის შესახებ, თუ რა მოვლენა იყო 11 სექტემბრის ტერაქტები, რა მოიტანა მან მსოფლიოში, რამდენად შეცვალა მან ტერორიზმისადმი, ძალადობისადმი, მშვიდობისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში, რას ვიმკით დღეს 10 წლის შემდეგ. და ასევე აუცილებლად უნდა გვესაუბროთ და უნდა ვისაუბროთ, რა რესურსი არსებობს მსოფლიოში მშვიდობისათვის. 21 სექტემბერი მინდა შეგახსენოთ მშვიდობის საერთაშორისო დღეა, რომელსაც წლიდან წლამდე ძალიან ბევრი ადამიანი, ორგანიზაცია უერთდება. ეს დღე ამ დღის დაარსებაში და გააქტიურებაში, როგორც მშვიდობის საერთაშორისო დღე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ინგლისელ მსახიობს, ოპერატორს, რეჟისორს ჯერემი გილის, რომელსაც ამ თავის კამპანიაში მშვიდობისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გამოჩენილი ადამიანი უჭერს მხარს. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ცენტრი, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი 10 დღიან კამპანიას ძალადობიდან მშვიდობამდე გახსნილად აცხადებს და პირველი ღონისძიება, რომელიც აი ამ დღეებს მიეძღვნება, ასე რომ ვთქვათ, ეს რადიო ერთად აი ამ გადაცემაში ჩვენი სტუმრობა და ამ გადაცემაში ჩვენი საუბარია ძალადობასა მშვიდობაზე. პირველი კითხვით მე მინდა ქალბატონ თინას მივმართო, როგორც ფსიქოლოგს ამ შემთხვევაში. თინა, როცა საზოგადოებაში და სახელმწიფოში მსგავსი რამ ხდება, როგორც იყო ნიუ-იორკის ტერაქტები და ამერიკის ტერაქტები 2001 წლის 11 სექტემბერს. ეს რას ნიშნავს? რა ხდება ამ დროს? რა ემართება საზოგადოებას? რა ტიპის ტრამვასთან გვაქვს საქმე? და რა შედეგებზე უნდა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით? და ეს დიდი რაღაც ფსიქოლოგიური დარტყმა, ტრამვა საზოგადოებას რა მდგომარეობაში აყენებს, რა რესურსები რჩება საზოგადოებას იმისთვის, რომ გაანალიზოს, გაიაზროს ეს სტრატეგია და რაღაცა ახალი სტრატეგიები გამოიმუშაოს იმისთვის, რომ გაუძლოს ამ დანაკარგს და შემდეგ რაღაცა სიახლისკენ და მომავლისთვის, ასე რომ ვთქვათ, იზრუნოს. აი რა შეგიძლია გითხრა ამის შესახებ? მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელს. ეს ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, ესე იგი ერთად დასმული და მართლა თვითონ ასეთნაირი მოვლენა, რომელიც ფაქტურად იმ მომენტისთვის იყო რაღაცა სრულიად წარმოუდგენელი და სრულიად რაღაცა გამოუგნებელი, აბსოლუტურად დედამიწაზე ცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის. მე მახსოვს იმ მომენტისთვის ჩვენ ვიყავით, ჩვენი ორგანიზაციიდან რამდენიმე ადამიანი ვიყავით ახალქალაქში, მუშაობდით 10 წელს წინ მოგეხსენება როგორი რთული სიტუაცია იყო ახალქალაქში და მთლიანად კონცენტრირებული ვიყავით იმ პრობლემებზე, რაც იქ იყო ჩვენს წინაშე. ჩვენ მახსოვს მაშინ ირაკლი კაკაბაძეც იყო ჩვენთან ერთად და აი
რაღაცა ის მომენტი იყო ისეთი სრულიად წარმოუდგენელი რამე და დღესაც მაგალითად როდესაც მე უყურებ იმ რაღაცა ორ ტყუპებს ასე ვთქვათ ორ უზარმაზარ შენობას რომელიც ასე იშლება არის დღესაც არის ეს გამოუგებელი თუმცა იმ მომენტისთვის მართლა რაღაცა სასწაული იყო ჩვენ ძალიან შორს ვიყავით თითქოს იმ ადგილიდან მაგრამ რეაქცია რა თქმა უნდა იყო რა რეაქცია იყო მეკითხებოდი შენ რეაქცია რა თქმა უნდა იყო რაღაცა დაუცველობის განცდა აბსოლუტური ну ეს ლოგიკა ესეთია მე რო ფიქრობ რომ თუ კი ასეთ ძლიერ ქვეყანაში და თუ კი ასეთ დაცულ ქვეყანაში და თუ კი ასეთ დაალაგებულ ქვეყანაში ასეთი რამე ხდება ესე იგი ჩვენ როგორი დაუცველები ვართ ამ სიტუაციაში და ეს დაუცველობის განცდა იმისა რომ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა დედამიწის ზურგზე იმიტომ რომ საერთოდ როდესაც ამ მასშტაბის რაღაც ძალადობა ხდება ეს არის საშინელი შოკი ეს არის საშინელი მეტგაცრუება რასაც სავარაუდოდ ადამიანს აქვს გამოცდილებაში რომ უფრო მცირესაც და სულ მცირესაც მოსდევს აგრესიის ვთქვათ აგრესიის აფეთქების პასუხი და შესაბამისად ასეთი მასშტაბის ვთქვათ იმედგაცრუებას და ასეთი მასშტაბის შოკს რა მოყვება მე სრულად წარმოუდგენელია რა ვერ მოიფიქრებ ეხლა ამ მომენტში აქვე რაც მახსენდება ეს იყო ის როგორი ასე ვთქვათ დელიკატურობით და როგორი გააზრებული იყო ის პასუხი და ის რეაქცია რომელსაც ის მოქმედება რომელსაც ახორციელებდნენ ის ჟურნალისტები რომლებიც იქ აშუქებდნენ იმას რაც ხდება ეს ცალკე თემაა მე მგონი ხო შეიძლება შევეხოთ კიდეც ჟურნალისტების მოქმედება შეიძლება როდისმე სხვა დროს შევეხოთ იმიტომ რომ რაღაცა ეს განსაკუთრებული რამე იყო ანუ მე რა მინდა ვთქვა რომ თვითონ რეაქცია იმ მომენტში იქვე იყო ძალიან გააზრებული და ეს იყო რაც იყო ძალიან ჩემთვის დასახსომებელი დამახსოვდა ძალიან კარგად იმ მომენტიდან სხვა შორის ამ დღეებში CNN-ზე BBC-ზე წამყვან არხებზე სულ არის ბევრი ინტერვიუ ჟურნალისტებთან ვინც პირდაპირ ეთერში აშუქებდა 11 სექტემბრის ტერაქტს და მათ გრძნობებზე ემოციებზე და იმაზე რომ ისინი ყველანი ამბობდნენ რომ აი ჩვენ გვესმოდა მიუხედავად იმისა რომ აი აბსოლუტურ შოკში ვიყავით გვესმოდა რა პასუხისგებლობა გქონდა ჩვენი ხალხის და მსოფლიოს წინაშე იმიტომ რომ სოფლიო უყურებდა მილიარდობით ადამიანი უყურებდა იმას რაც ხდებოდა ამ დროს ამერიკაში და აქვე მინდა ვთქვა რომ სწორედ 2 დღის წინ CNN-ის ერთ-ერთი პროდიუსერი ჩაერთო რომელმაც გადაიღო ფილმი ქალები 11 სექტემბერს და საინტერესოა გადის ეს ფილმი CNN-ზე და რაღაცა რატო გადაწყვიტა მან რომ ქალები არ ვიცი მაგრამ აი ესეთი საინტერესო ფილმი გააკეთა მან და მეც თინა მინდა გითხრა რომ ჩემთვის მე ვიყავი სტუდენტი მაშინ და ამის რო უყურებდი მეგონა რომ დაიქცა ქვეყანა რაღაცა ჩემთვის იყო სრულიად რაღაცა არმაგედონი დაიწყო და მეგონა რომ და ყველაფერი დამთავრდა მაგისტრატურის გამოცდები მოდიოდა და მეგონა რომ აღარ უნდა წავსულიყავი ამ გამოცდებზე აი ბექა შენ რას გვეტყო შენ მაშინ გაცილებით პატარა იყავი ვიდრე თინა და მე მივესალმები რადიო მსმენელს პირველ რიგში. ჩემთვისაც იყო რა თქმა უნდა მსგავსი შეგრძნებები. ესეთი შეგრძნებები მახსოვს ტიტანიკს რო უყურე იმ მომენტიდან, იმიტომ რომ როდესაც ტიტანიკი ეჯახება აისბერგს, ეს იყო გრევა რაღაცა ტექნოლოგიების თუ ყველაფერი სიახლის იმ მომენტში, იმიტომ რომ 1912 წელს ტიტანიკი იყო რაღაც მომავლის სიმბოლო, რომელიც დაანგრევაც ვერ წარმოედგინა ვერავის. და უცებ ტიტანიკი ეჯახება აისბერგს და რაღაც პატარა აისბერგი შეიწირავს ტიტანიკს, ხო? წარმომიდგენია შემდეგ, როდესაც სხვა ადამიანებს უწევდათ სხვა გემებში ჩაჯდომა, რამხელა შიში შეიძლება ქონოდათ, რომ თუ ტიტანიკი ჩაიძირა რა ეშველება ნებისმიერ სხვა გემს, ხო? აი მსგავსი იყო რაც ქალბატონმა თინამ თქვა, რომ თუ ამერიკას დაემართა მსგავსი რაღაცა, მაშინ რა გვეშველება ყველა დანარჩენს. ჩემთვის იყო ცოტა ბავშვური აღქმა მაშინ ვიჯექი სალონში და ეს პარიკმახერები თუ სტილისტები რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, ვაიმე როგორ დაინგრა და რაღაცა ესეთი მსგავსი ფრაზები. სარკეში უყურებდი და უკან უყურებდი რომ ტყუპები ინგრეოდა. ჩვეულებრივი ფანტასტიკური ფილმი მეგონა, იმიტომ რომ ესეთ ფილმებს იმ პერიოდში ძალიან აქტიურად უყურებდით მე და ჩემი ტოლები. და ვიფიქრე რომ ტყუპებს ანგრევენ რომელიღაცა ამერიკულ ბლოკბასტერში არ გამკვირვებია ძალიან და ძალიან გვიან მივხვდი რომ ეს იყო ნამდვილი ამბავი. მივხვდი იქიდან რომ ეს ადამიანები რეალურად ლაპარაკობდნენ რომ ვაიმე ეს რა დაგვემართა. და იყო
პატარა ვიყავი იმისთვის, რომ რაღაც ძალიან სერიოზული შოკი მქონდა და მაინც ბავშვურად აღვიქვამდი რაღაცებს, მაგრამ შოკი იყო ზუსტად ესეთი, რომ რა გვეშველა, როგორ შეიძლება, როგორ მოხდა ესეთი რაღაცა აბსოლუტურად წარმოუდგენელი. დაინგრე ის, რაც არ უნდა დაანგრეულიყო. მაშინ შეიძლება დაგვენგრეს თავზე ყველაფერი ამის მერე. შენ ამაზე ფიქრობდი? კი, ხო, ბავშვურად, მაგრამ ფიქრობდი. მოკეთ, აი, ბექა ძალიან საინტერესო რამე თქვი, რაზეც მეც ვაპირებდი ყურადღების გამახვილებას, ეს არის აი ეს სიმბოლურად, აი ტიტანიკი, რაღაცა ეს მეტაფორა, რომელიც მოიყვანენ ნამდვილად ესეა, რომ ტყუპები, აი ეს შენობა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრი, ეს არის რაღაცა ამერიკის ძლევამოსილების სიმბოლო და სტრატეგიული სარყოფილა შენობა, რაღაც სამხედრო შენობა, რაღაც სტრატეგიული პუნქტის განადგურება არ ყოფილა. ეს იყო უბრალოდ სიმბოლო, ესე იგი ამერიკული თავისუფალი სამყაროს სიმბოლო, რომელიც ყველაზე მაღალი შენობები ამის მსოფლიოში და რომელიც უცებ ინგრევა თვალსა და ხელშუა და არავის არაფერის გაკეთება არ შეუძლია, რომ ეს შეაჩეროს, ხო? თავისთავად ძალიან დიდი შოკი იყო. ინგრეოდა ძალიან სწრაფად, ძალიან თვალსა და ხელშუა. 2 საათში ჩამოიგრა. შენ თვალწინ ინგრეოდა ეს ყველაფერი, რაც კიდევ უფრო გიმძაფრებდა შეგრძნებას, რომ როგორ შეიძლება ესე მალე დაინგრეს ეს ყველაფერი რაღაც მაინც დარჩეს, ხო? ხო, ну, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი განცდები და ჩვენმა ორგანიზაციამ აი 11 აი კვირეულთან დაკავშირებით ვიდეოები ჩავწერეთ სხვადასხვა ადამიანების, რომლებიც ICCN-ის საიტზე ICCN.G ხვალიდან უკვე იქნება, მათ შორის ის ქართველები, რომლებიც იმ დროს სწავლობდნენ და ან ცხოვრობდნენ ნიუ-იორკში, ამერიკაში, რა განცდები ჰქონდათ, როგორ გარბოდნენ თავქუდმოგლეჯილი და არ იცოდნენ რა ხდებოდა. ხო, ეს დაუცველობის განცდა ნამდვილად გაზარდა მსოფლიოში 11 სექტემბრის ტერაქტებმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რა მოყვება ამას, ხო, აი ეს მინდოდა, რომ იქნებ თინა ამაზე გითხრა. რა ვიცი, ხა უბრალოდ ეხლა ვფიქრობ რა მოყვება, რა უნდა მოყვებოდეს. ალბათ მე ვფიქრობ, აი ახლა ვთქვათ, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, არ არის საფრთხე რეალური, რომელზეც ახლა ამ დღეებში სულ არის ლაპარაკი, ხო? დიახ. დღესაც ძალიან ყურადღებით უსმენდი და თქვა საინფორმაციო გადაცემაში იყო, თქვა ახალ ამბებში თუ რა კურიერში იყო ესეთი იმაზე ლაპარაკი, რომ თქვა ორი თქვა ადამიანი არის უკვე აყვანილი და ერთი არა და მე არ ვამბობ, რომ ეს ტყუილი ასე თქვა ღელვა და შფოთვა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია აი ესეთი დონის თქვა დაძაბულობა, ასე ვთქვათ, დაძაბულობა არ ქვია, რაღაცა ტონუსი ამ შემთხვევაში, ხო, საზოგადოებაში, ამერიკაში განსაკუთრებით და მთელ მსოფლიოშიც არის დაკავშირებული პოსტტრავმატულ, ასე ვთქვათ, მდგომარეობასთან, ხო, იმიტომ რომ ის რაღაცა ესეთი ტერმინია flashback, რაღაცა ის თქვენ ყველა მიცის, ხო, ადამიანმა იცის და აქვს ყველას გამოცდილებაში რაღაცა შოკური მდგომარეობა თუ რაღაცა ძალიან ძლიერი სტრესი, რომელიც შენ შეიძლება ჩვეულებრივად ყოველდღიურად რაღაცა საქმეს აკეთებდე და თითქოს ნორმალურად გზნობდე თავს და ერთი წელიც გავიდა სიტყვაზე და ორი და შეიძლება 10-იც, მაგრამ რაღაცა მომენტში უცებ წამოვა ის განცდა წამოვა, ის სურათი წამოვა და აი აბსოლუტურად იგივე მდგომარეობას გზნობდა, იმ დაძაბულობას გზნობ. ეს არის თქვა და ეს რეზულტატი შეიძლება იყოს ქმედებაში გამოხატული, მაგალითად ის რომ თქვა ჩვენ გადაცემის გადაწყებამდე საუბრობდით თქვათ ძალის გამოყენებას და თქვათ ძალადობის წინააღმდეგ ძალადობა და აგრესია და ეს ალკე თემა გვაქვს, ხო? აი ესეც არის ის და ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მოლოდინთანაც, რომ შენ რა მოლოდინი გაქვს, რა დამოკიდებულება გაქვს, ყველაფერი მოდის რაღაცა სიღრმეებიდან, ხო? აი მოდის იმ უფრო ადრიდანაც მოდის და ფიქსირდება საზოგადოებაში ეტაპობრივად რაღაცა მართლაც ფაქტორები, რომელიც ერთმანეთზე შენდება და საბოლოო ჯამში გვაძლევს ამ ძალადობას. მინდა რადიომაყურებელი მსმენელი მოვიწვიო ჩვენს დისკუსიაში და ვთხოვო მათ დარეკონ ტელეფონის ნომრებზე 2-40-91-92, 2-40-92-92. ვთხოვ ჩვენს ძვირფას რადიო მსმენელს დაგვირეკონ, გაგვიზიარონ თავისი მოსაზრებები და თუ რაიმე კითხვა აქვს ჩვენ სტუმრებთან, ჩვენთან ასევე გაგვიზიარონ და გკითხონ. აი შევეხეთ ძალადობის თემა.
თემას. წარმოიდგინეთ და საერთოდ ამ ტერაქტს თავისთავად სხვადასხვა განზომილება აქვს. პიროვნული, რაზეც ვლაპარაკობდით, საზოგადოებრივი, პოლიტიკური